იპოთეკური სესხები ძვირდება 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.8% შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 1.5%-ით მეტია. კრედიტების გაძვირების ფონზე მცირდება ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობაც. კერძოდ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს და კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,000-ით ნაკლებია. თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით მეტია. ძალიან მოხარული ვარ, რომ გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტთან საუბრობდა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, რომელიც ამბობს, რომ განაკვეთების ზრდა 2024 წლიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად 2025-ში აისახა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ბაზარზე კვლავ კლების ტენდენცია დაიწყება, თუმცა გააქტიურებული ლარიზაციის ფონზე მისი მყისიერი ასახვა ნაკლებად სავარაუდოა იპოთეკური სესხებისა და საპროცენტო განაკვეთების შესახებ, ვისაც გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია, გონიერი აზრის მოსმენა და ერთგვარი პროგნოზირება ვითარებისა. ნახეთ ინტერვიუ ალექსანდრე ძნელაძესთან. ის სტუმრობდა გადაცემას უძრავი ქონების პროსპექტი, რომელსაც უძღვებიან თათია ჩაფიჩაძე და გუგა კობახიძე. მშვიდობისა. პირველ რიგში მინდა დავაზუსტო ჩვენ გარკვეული პერიოდის მონაცემი ვთქვით და ხო არ გვაქვს რაიმე განახლებული სულ ბოლო მონაცემები. მათ შორის აგვისტოსაც რომ მოიცავდეს მაჩვენებლები. ჯერჯერობით აგვისტოს მაჩვენებლები სამწუხაროდ საბოლოო არ გვაქვს. აგვისტოს მაჩვენებლებიც ახლოს იქნება თვიდან თვემდე საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე თუ ვისაუბრებთ. პრინციპში ივლისში ოდნავ მატება არის წინა თვესთან შედარებით, მაგრამ წლის დასაწყისთან შედარებით მომატებულია საპროცენტო განაკვეთი 0.3%-მდე. მიუხედავად ამისა, თვიდან თვემდე ჭრილში რო შევხედოთ, უფრო მაღალი იყო 8.33 იყო და შემცირდა საპროცენტო განაკვეთი, ანუ შემცირების ტენდენცია ექნება წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთს. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები ზრდა არ დაწყებულა წლევანდელ წელს. 2024 წლის განმავლობაში მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფონზე არამხოლოდ საქართველოში და არამხოლოდ ლარზე, არამედ როგორც დოლარში, ასევე ევროში უკვე საუბრობდით, რომ საპროცენტო განაკვეთები იზრდება და შემდეგ პერიოდშიც ზრდას შეინარჩუნებს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეთავაზებებზე, ანუ ახალი სესხის შეთავაზებაზე და ასევე საკრედიტო პორტფელზე მნიშვნელოვნად განსხვავდება და აქ მნიშვნელოვანი არის მომხმარებელი, ვთქვათ, მომხმარებლისთვის არ შევიდეს შეცდომაში, იმიტომ რომ შეთავაზებებზე საპროცენტო განაკვეთები აისახება მომენტალურად, საკრედიტო პორტფელზე შესაძლებელია 6-თვიანი პერიოდი ან 9-თვიანი პერიოდიც კი დაჭირდეს. ანუ რეალურად საკრედიტო პორტფელის საპროცენტო განაკვეთების ზრდა ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ეს მომენტალური დღევანდელი მაჩვენებლები არ არის, ეს უკვე 24-ის და 25 წლის დასაწყისის, ანუ პირველი კვარტლის ასახვა არის იმ რეალობაში, რასაც უყურებთ. საპროცენტო განაკვეთები წლის დასაწყისში უფრო მაღალი იყო, ანუ რეალურად შეთავაზებებზე კიდევ უფრო მაღალი იყო და შემცირების ტენდენცია ექნება წლის ბოლომდე, წლის დასაწყისთან შედარებით. მაგრამ პორტფელში ეს რამდენად აისახება, ცოტა რთულია ვთქვათ, იმ თვალსაზრისით, რომ ლარიზაციის პროცესი განახლდა, ანუ ლარში საკრედიტო პორტფელის წილის ზრდა მიმდინარეობს, როგორც იცით, ლარში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია ვიდრე უცხოურ ვალუტაში, ლარიზაციის პროცესში ნიშნავს ეს, რომ მთლიან პორტფელზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ
რა მოჩვენებლებიც თქვით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, ზრდა დაფიქსირდა არა მხოლოდ იმის გარმო, რომ ლარშია, არამედ ლარში ცალკე პორტფელზეც ზრდა იყო და უცხოურ ვალუტაშიც ზრდა იყო პროცენტების. წლის ბოლომდე, როგორც გითხარით, მოლოდინია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია იქნება, მაგრამ მოლოდინის საშუალებას და საუბარია მხოლოდ ლარს თუ ყველა ტიპის ვალუტაზეა, როცა ვამბობთ, რომ შემცირდება, მათ შორის ეხება ევროსაც და დოლარსაც. ხო, ანუ უცხოურ ვალუტაში უნდა დაველოდოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებს ევროში და დოლარში. ევროში უკვე შემცირებულია და წლის ბოლომდე მკვეთრ სხვაობას, ანუ მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით. რაც შეეხება დოლარში, მან ცოტა იყოფა აზრები, ანალიტიკოსების აზრებიც იყოფა და მოლოდინებიც იყოფა, შეამსუბუქებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს თუ არა ფედერალური რეზერვი. აქედან გამომდინარე, მან პირდაპირ პროპორციულად ამაზე ვართ მიბმული. და ასევე მიდგომებზე ხა რომ ვახსენე რომ ლარიზაცია ისევ დაიძრა, ანუ იყო პერიოდი და ვისაუბრეთ კიდევაც თქვენს ეთერშიც იყო ამაზე საუბარი, რომ რეალურად ლარიზაციის პროცესი შეჩერებული იყო და იყო დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდაც. აქედან გამომდინარე, დღეს მოლოდინი რომ უფრო მკაცრი მიდგომები ექნება მარეგულირებელს არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ანუ არ არის ამისი, ასე ვთქვათ, საჭიროება, მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი იზრდება და წლის ბოლომდე შევხედოთ რა იქნება, კიდევ იქნება ზრდა თუ არა. ეს დაანონსებული იყო რეალურადაც, რო ვთქვათ, რომ ეს ზღვარი კიდევ გაიზრდებოდა. აქედან გამომდინარე, უფრო მკაცრ მიდგომებში ვგულისხმობ რეზერვების ზრდას, მოზიდულ სახსრებზე და ასე შემდეგ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ინსტრუმენტები არის. ანუ ამისი საჭიროება დღეის მდგომარეობით ვერ ხედავთ და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ ეს გამკაცრება არ იქნება და ამ კუთხით, ანუ ველოდებით, რომ ან შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, რაზეც არის, ან შემცირდება. ლარში საპროცენტო განაკვეთები ასევე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი განსაზღვრავს, მაგრამ წლის დასაწყისში ასევე BMG-ის ეთერშიც ვისაუბრეთ, რომ გარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა წლის დასაწყისში სასესხო პორტფელის ზრდის ტემპი მკვეთრად აღემატებოდა, ანუ აღემატებოდა სადეპოზიტო პორტფელის ზრდას, განსაკუთრებით ეს დაეთყო ლარს. ლარში რეალურად ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტი არსებობდა, მაგრამ მოლოდინი არსებობდა, რომ შესაძლებელია შექმნილიყო ეს დეფიციტი. ზაფხულის პერიოდში ეს მდგომარეობა შეიცვალა და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დეფიციტი მეტნაკლებად აღმოფხვრილი არის. მათ შორის IMF-ის შეფასებაც იყო ამასთან მიმართებაში და მარეგულირებელთან მიმართებაში იყო რეკომენდაცია, რომ ერთნაირი ხელმისაწვდომობა ქონოდა ყველა საფინანსო ინსტიტუტს, ანუ ზომის და ასე ვთქვათ, ფორმის მიხედვით ამ რესურსებთან მიმართებაში, მაგრამ დღეს ეს აღმოფხვრილი არის და მეტნაკლებად დასტაბილურებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მაღალია ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები ლარში, განსაკუთრებით მოკლევადიან მოთხოვნებთან მიმართებაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უფრო დასტაბილურდება ეს ყველაფერი. ასევე მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ, როგორც ახსენეთ კიდევაც, ზრდის ტემპი შემცირებული არის იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში. ეს ალბათ ერთმანეთთან თანხმდროშია საპროცენტო განაკვეთების მატება, თუ რით ხსნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სებმა გააკეთა, მიიღო გადაწყვეტილება 15-დან 10%-მდე შეამცირა წინასწარი შენადანები და ესეც სტიმულიზაციისთვის გაკეთდა შეიძლება ითქვას, ხედავთ, რომ რაოდენობაში დაკლებულია. რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მცირდება ეს? მოდით რამდენიმე ფაქტორზე ვისაუბროთ, ანუ ეს ერთი ცალსახა ნაწილი ვერ შევაფასებთ ამ მდგომარეობას, უამრავი ნაწილი იყო. ანუ იპოთეკური სესხების ბაზრის და ზოგადად უძრავი ქონების ბაზართან მიმართებაში გარკვეული ცვლილებების მოლოდინი არა მხოლოდ 25-ზე, არამედ 24 წელზეც იყო პროგნოზირებული. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი ბუსტი იყო, ანუ დიდი ზეწოლა იყო 22-23 წელს. პანდემიის შემდგომ პერიოდში, ანუ აღდგენის პროცესს დაემატა სხვადასხვა, ანუ რეგიონალური პრობლემები და სხვა
სხვა მიმართულებით მოთხოვნები და 22-23 წელი საკმაოდ აქტიური იყო ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე 24 წელშიც და 25 წელშიც პროგნოზი იყო 24 წელს ეს არ დაეტყო არანაირად არც იპოთეკური სესხების კუთხით და არც უძრავი ქონების ბაზრის კუთხით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ 25 წელს არ დაეტყო საერთოდ, ხო? ანუ იჯარების კუთხით გარკვეული კორექტირებები მოხდა, ამ კორექტირებებთან დაკავშირებით მარეგულირებლის მითითებებიც იყო, ასე უძრავ ქონებასთან მიმართებაშიც ისეთივე აქტიური არ არის, როგორც წინა პერიოდში იყო, ანუ ზრდა ამ თვალსაზრისით არ იყო. აქედან გამომდინარე, მიდგომებიც შეიცვალა. მიდგომები შეიცვალა როგორც დეველოპერების კუთხით, ასევე იპოთეკური სესხების კუთხით, ანუ შეფასებების კუთხით იქნება თუ სესხის რისკის აპეტიტის ნაწილში. წინა პერიოდში იყო ვიცით შემცირებული და ფაქტობრივად გაჩერებული ბანკების მხრიდან დაგრეიტება, დღეს რა მდგომარეობა ამ კუთხით რა ინფორმაციას ფლობთ? ხო, ან ახალი პროექტების დაფინანსებაზე იყო საუბარი. ახალ პროექტების დაფინანსება ხდება უფრო მკაცრი მიდგომებით, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. იქიდან გამომდინარე, რომ კლავინდებურად საუბრობთ ისევ იგივე მაჩვენებლებზე, ზუსტად იგივე მაჩვენებლებს უყურებთ ჩვენც და დეველოპერებიც, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირებულია და ამ თვალსაზრისით რისკის აპეტიტიც გამკაცრებული არის. ამიტომ მოთხოვნების რეჟიმი ცოტა უფრო მეტი არის, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ესე რადიკალურად რო ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ ფინანსდება ეს მიმართულება, ამის თქმის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ რეალური დაფინანსებები არსებობს, მაგრამ მეორე კუთხით უფრო მკაცრი მიდგომაა, დიახ, უფრო მკაცრი მიდგომა არის ზუსტად იმ პირობებიდან გამომდინარე, რაზეც ერთად საუბრობთ ყველანი, როგორც ანალიტიკოსები, ასევე ბანკები. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის.